לצד של סבא שלי, ואז לפתע זרק אותי לחזרה לצד של סבא שלי. אמא סי לפרפט איתך, קדימה, קדימה. מובל בחבל ארוך שקשור לו סביב הצבא. בשתי אצבעות ברגל ימין, אחרי שירה בעצמו. אני ידעתי שאתה תחזור, אני ידעתי. ואז הלך לישון בחדר הקטן. לילה טוב. დოდარ გუმბათის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის სახელი ჩვენს მეგობრებს ისრაელიდან გადავცე დიპლომი და სპეციალური პრიზი. From Israel. ფესტივალის სპონსორების ხუთი. This is the second of our sponsors to the ეს მადლობა Thanks. ჩვენს მეგობრებს Your ისრაელიდან friends from Israel. და ხაზგასმით ქალბატონ მანანას, რომელმაც გაუწია რეკომენდაცია მას. Us about you. დიდი მადლობა თქვენ და აუცილებლად გელით საიუბილეო ნოდარ გუმბაძე 100 როზუნგეთის სახელმწიფო თეატრი 160 ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობა მანანა დუმბაძის მეშვეობით მივიღეთ. სწორედ მან დაგვაკავშირა ფესტივალთან 2 წლის წინ. ამ დროის განმავლობაში ისრაელში ბევრი მძიმე და ტრაგიკული რამ მოხდა. დაიწყო ომი, რომელიც ყველასთვის რთული პერიოდი აღმოჩნდა. ამ ვითარებაში დუმბაძის ნამუშევარი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად და აქტუალურად იქცა ჩვენთვის, რადგან ჩვენს დიდი სირთულეების წინაშე ვდგავართ. მის მიერ გადმოცემული ისტორია სისხლის კვანძი ჩვენი აზრით ქმნის ძლიერ გზავნილს, გვაძლევს ძალას და უპირისპირდეთ განსაცდელს, რადგან გვაერთიანებს საერთო სისხლი, კავშირი, რომელიც გვაძლიერებს და გვეხმარება გაუძლოთ დაბრკოლებებს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შეხვედრა არა მხოლოდ ქართველ მაყურებელთან, არამედ განსაკუთრებით ქალბატონ მანანა დუმბაძესთან. გუშინ მასთან სცენის მიღმა თითქმის 1 საათის განმავლობაში ვისაუბრე. ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა. თავად სპექტაკლი კი ჩემთვის ემოციურად უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად იქცა. ჩემს პერსონაჟს სპექტაკლში დიდი ტექსტი არ აქვს, თუმცა იოავთან, ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად ბევრს ვფიქრობდით და ვეძებდით გზებს. საიდან მოდის ეს ბავშვი, როგორი ურთიერთობა აქვს ბებიასა და ბაბუასთან, ორთავე მხრიდან, რას გრძნობს ამ ყველაფრის მიმართ, როგორც ნახეთ,
ჩვენ დამატებითი მასალაც ჩავამატეთ, ისეთი, რომელიც ამ პერსონაჟს უფრო მჭიდროდ აკავშირებს მთელ ისტორიასთან. შესაძლოა ჩვენთვის ამ კავშირის პოვნა შედარებით მარტივი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ბუნებრივად და სწორად შევიგრძენით ეს ყველაფერი. მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა. როგორც შეამჩნიეთ, ჩვენ დავამატეთ კიდევ ერთი ფიგურა, ხრობელი, რომელიც ამბავს დამატებით შრეს ძენს. საერთო ჯამში ეს იყო საინტერესო კვლევა და ძიება, პირველი საკუთარ თავში, რომ უკეთ გავრკვეულიყავით და შემდეგ თქვენამდე მოსატანეთ. ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო აქ ჩამოსვლა და ამ ისტორიის წარმოდგენა იმ ადგილას, სადაც ამ ნაწარმოების ავტორი გაიბადა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა. ხელმძღვანელს ბატონი ირაკლის, ბატონი ნუკრის იყო დღეს ჩვენთან ერთად, მაგრამ სტუმრები ვიყავდა და ჩემო ბატონო ირაკლი, აი ეს ჩვენი ფესტივალის საპატიო დიპლომი, ეს ჩვენი ფესტივალის ექსკლუზიური პრიზი, თქვენ და ეს უმძიმესი ხურჯინია თუ მოგეხმარებავი, ეს არის ჩვენი სპონსორების საფესტივალო ხურჯინი. მადლობა მეგობრებო, მადლობა ბატონებო, მომავალ შეხვედრამდე ჩვენს ფესტივალზე.
დღეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარსდგა მუდარ დუმბაძის მოთხრობის მეუხედავზის მიხედვით სპექტაკლით. ეს ჩემი პირადად მეორე სპექტაკლია ამ ფესტივალზე, წარადგინეთ რამოდენიმე წლის წინ ელადოს, ისე ბატონ მუდარ დუმბაძის. იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ფესტივალია, რომ უნდა გაგრძელდეს, არ უნდა გაჩერდეს და ეს ძალიან დიდ შანსს იძლევა, რომ და საშუალებას ყველა აჩვენოს თავისი შემოქმედება და ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის გასვლა თეატრიდან ფესტივალში მონაწილეობა და რა თქმა უნდა თუ ამას ერთვისთან სამახსოვრო და ასე შემდეგ ნომინაციური პრიზები ეს ორმაგად საინტერესო და სასიხარულოა. მადლობა ბატონ ვასოს, მადლობა ამ ლამაზ ქალაქს, ამ ძვირფას და ძირძველ თეატრს, ამ ფესტივალს და უსურვებ ძალიან დიდხანს სიცოცხლეს, ათეულობით წლები მიეთვალოს და ძალიან დიდ როლს ითამაშებს მომავალი თავის აღზრდაში, როგორც პროფესიულად, ისე როგორც მაყურებელს აღზრდის და ეს უნიშნულოვანი ფესტივალია და უსურვებ დიდხანს სიცოცხლე. მადლობა ბათუმის თეატრს, მის მსახიობებს, ტექნიკურ ჯგუფს, ეს საოცარი ხალხია და ერთი შრომით, ერთი ჯაფით მივიღეთ ის, რაც მივიღებ და იმედია მაყოფილი ძალიან გულწრფელი მაყურებელი, რომელიც უზრუნველს ყავს, მე მეორედ ხვდები და ყოველთვის მიმაქვს სიტყვა და ის ენერგია, რასაც გულით ასხევები და მადლობა ყველაფრისთვის. მივესალმები ამ ფესტივალს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ოზურგეთის თეატრის ყველა მსახიობს, მეგობრები მყავს ძალიან ბევრი და სულ მიხარია, სულ ამას ხოლმე, როცა არის ხოლმე ფესტივალი და ფესტივალს გარეთაც კიდე ხშირად გვაქვს ხოლმე ურთიერთობები და ფესტივალზე კიდე ორმაგად პასუხისმგებლობით ჩამოდივარ და რა ვიცი, მე მგონია ესე, რომ ეს ფესტივალი არასოდეს არ უნდა დამთავრდეს, სულ უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ კიდე სხვა ურთიერთობები, სხვა სიყვარული, სხვა მეგობრობა, სპექტაკლების, თეატრების, მსახიობების გაცნობა, ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი სტიმული მსახიობებისთვისაც და ისეც დამწყებებისთვისაც და თუნდაც იმ ადამიანებს, ვინც უკვე პროფესიონალური მსახიობები არიან და მე უსურვებ წარმატებას ამ საოცარ ფესტივალს და ძალიან ხშირად ჯერა ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენი თეატრი ხშირად ჩამოვა ამ თეატრში, ამ საოცარ თეატრში და გამართავ სხვადასხვა სპექტაკლებს და იგივეც ჩამოდის ხოლმე ზურგეთის თეატრი და ძალიან მეხარია და ვფიქრობ, რომ ეს მეგობრობა და ეს სიყვარული ყოველთვის გაგრძელდება და უსურვებ წარმატებებს, ძალიან ბევრ მაყურებელს, ძალიან ბევრ ოვაციას და ძალიან დიდხანს მინდა იყოს ეს ფესტივალი. ულოცავ ზურგეთის სახელმწიფო თეატრს ფესტივალის დაწყებას და ულოცავ საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ხოლმე ამ დღეს და ძალიან მიხარია არის ის, რომ ყოველწლიურად ვხედავ უფრო და უფრო მეტ მაყურებელს და ყოველწლიურად ვხედავ უფრო მეტ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოსწავლეები დადიან, ისინი ეზიარებიან ამ საოცარ სიბრძნეს, რასაც თეატრში შეიძლება ადამიანმა ეზიაროს და ეს ძალიან მიხარია. დღევანდელ დღეს რაც შეეხება ემოციების დატვირთული მივდივარ, ძალიან მომეწონა, თუმცა არ შეიძლებოდა რომ არ მოგწონებოდა, იმიტომ რომ დუმბაძე იყო მთელი თავისი დიდებულებით, თავისი საოცარი იუმორით, სიბრძნით, ტკივილით. სხვათა შორის ძალიან კრიტიკული თვალით უყურებ ხოლმე ყოველთვის სპექტაკლს, სადაც მუდარ დუმბაძის ნაწარმოებებია, მაგრამ აი დღევანდელ დღეს მივდივარ სასიამოვნოდ ემოციებით დატვირთული, იმიტომ რომ ბათუმელმა მსახიობებმა ნამდვილად შეძლეს ის, რომ ჩვენამდე მაყურებლამდე ზუსტად მოეტანათ ყველა ის ემოცია, რომელიც ჩაფიქრებული აქვს ავტორს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. საოცარი მოლოდინი მაქვს ოზურგეთში, როდის დაიწყება ტრადიციული თეატრალური ფესტივალი. თითქოს ცოცხლდება ჩემი ქალაქი, თითქოს რაღაც სხვანაირი, სხვა სუნთქვით სუნთქავს. ეს არის საოცარი ტრადიცია, რაც დაიწყო ჩვენმა თეატრმა, რომ გვეძლევა გურიის მაყურებელს, ოზურგეთელ მაყურებელს ნახოთ ჩვენი ქვეყნის წამყვანი თეატრების სპექტაკლები, გავეცნოთ მათ შესაძლებლობას და არსად წაუსულელად აქ ოზურგეთში. დღეს არ შეახფრთოვანებული ვარ ბათუმის თეატრის
სპექტაკლით. აი სული ვერ მოვითქვი მთელი სპექტაკლის მანძილზე ისე ვერ გამოვყოფ რომელი სცენა იყო უკეთესი იქ წისქვილის სცენა, კრების სცენა, თუ აი არ ვიცი, ყველა იმდენად მაღალი ოსტატობით იყო შესრულებული და ისე რაღაცნაირად მოდიოდა დარბაზსა და მსახიობებს შორის ისეთი კავშირი იბმებოდა, რომ აი დამუხტული არაჩვეულებრივი შესრულება იყო და მე მინდა მიულოცო ბათუმის თეატრს ეს არაჩვეულებრივი ამ სპექტაკლის არაჩვეულებრივი წარმატება და მე მინდა მიულოცო ოზურგეთის თეატრს, რომ დღეს მართლა ზეიმი იყო თეატრალური ზეიმი იყო ამ დარბაზში და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ბატონ ვასიკოს, ძალიან დიდი მადლობა ბათუმის თეატრს ამ დიდი სიამოვნებისათვის.